სამეტაპიანი. კიდე არსებობს ბავშვო ტექნიკა მანდიბულური გაუდგივარების, ეს უკვე ერთ მომენტიანია. ესე იგი სამი ეტაპი გამიგე, პირველი, მეორე, მესამე. რა არის? არის დამტენი მოხდა. გავაგრძელო. ეხლა როგორ არის, ჩვენ ყველა უნდა ვიცოდეთ სამეტაპიანიც, ერთ მომენტიანიც. მე ვისაც როგორი უნდა იმას აკეთებს რა, მაგრამ ხა სტუდენტმა უნდა იცოდეს ის ვიცი და ის არა არ გამოვა, ხო? ეხლა როგორ კეთდება ერთ მომენტიანი. პირი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მანდიბულურ საკეთებისა და ისე ვიქ უნდა მივიდე, ქვედაყრის ყელის ღარში, რო ტექნიკაა ცოტა სხვანაირი. პირი როგორ უნდა იყოს? ფართოდ დაღებული. როგორც სამომენტიანზე, მარცხენა ხელის, აი ესე, ნახე? წერა, ანუ პირველი თითით შევედი, რა მოვსინჯე? რეტრომოლარული რა? ფოსო, დამეხმარეთ. მოვსინჯე რეტრომოლარული ფოსო. სამომენტიანის დროს ეს ფოსო რომ მოვსინჯე, მე თითისად გადამქონდა ტოტის წინა კიდეზე. ეხლა ნახეთ პირიქით რას ვიზავ ერთ მომენტიანზე. უკანა კიდესაც უნდა გადავწდე. ნახე ფოსო მოვსინჯე, აი ესე და თითს გადავიდან, აი შევაცურე. შიგნით. ანუ აქ რომელი ქედია? აი ესე შევიტანე შიგნით. საფეთქლის ქედთან შევიტანე. ანუ თითი ეს წერა, პირველი თითი. ფოსო რომ მოვსინჯე, მე შევაცურე, ანუ შიგნით გადავანაცვლე საფეთქლის ქედისკენ. გასაგებია. ეხლა შპრიცი მიჭირავს მოპირდაპირე მხარეს, ისევ პრემოლარების საღეჭის ზედაპირის დონეზე და ჩხლეტას ვაკეთებ საფეთქლის ქედის უკან. შევალ 0.5 სანტიმეტრზე, დავღრი 0.5 მილilitrს, უკვე ძვალს შეეხონ, 0.5-ზე რო შეხვალ ძვალს ეხები. დავღრი 0.5 მილilitrს და რა გაითიშება ამ დროს? ენის ნერვი. ანუ იქ მეორე ეტაპი იყო, ხო ეს? გაითიშა ენის ნერვი. არსად არ ვანაცვლებ ამ შპრიცს. ისევ მიჭირავს პრემოლარების მოპირდაპირე მხარეს, საღეჭის ზედაპირის დონეზე და შემდეგ ტოტის შიგნითა ზედაპირ სიძე ძვალზე ცოცვით, ანუ მივხვები, 1.5 სანტიმეტრზე შევალ, აი ქვედაყრის ყელის ღარში დავღრი 2 მილილიტრ ანესთეტიკს. всё, გაითიშება ქვედა ალვეოლური ნერვი. ოღონდ, ეხლა აქ სპეციალურად გამოვტოვე და ეხლა გეტყვით ყურადღება რომ მივაქციოთ. საფეთქლის ქედის უკან პირველად რომ უნდა უჩხლიტო, მასე შეიძლება საფეთქლის ქედს ნახე ნებისმიერ ადგილას დაჩხლიტო. იცით რას ვიღებ ორიენტი რა? პირის ღრუში ხო არია ესე მოლარები. ნახეთ ბავშვებო, ბოლო მოლარს საღეჭის ზედაპირიდან 1 სანტიმეტრს გადავზომავ. გადავზომავ რა ხა სახაზავით კი არა, ვიცი უკვე. ნახეთ. ვინმე დამიჭიროს ეს კბილები ესე. უკიდე. ყველამ შეხედეთ კარგად. ანუ თითი შევაცურე, აი ესე საფეთქლის ქედისკენ პრემოლარებზე მიჭირავს ბოლო მოლარიდან 1 სანტიმეტრს გადავზომავ ზემოთ და იქ უჩხლიტავ. მიხვდით? ესე იგი ბოლო მოლარის საღეჭის ზედაპირიდან სად 1 სანტიმეტრით ზევით. ეს დაახლოებით ემთხვევა სამკუთხედის მწვერვალს. მიხვდით? ანუ სად უჩხლიტო? ეს მნიშვნელოვანია, თორე ეს თითი კი შევიტანე საფეთქლის ქედისკენ და ეს პრემოლარებზე მიჭირავს, მაგრამ აქ ეხა აქაც შემიძლია უჩხლიტო აქ ნახე. საფეთქლის ქედს ხო სიგრძე აქვს, ამიტომ ზუსტად ჩხლეტის წერტილია ბოლო მოლარის საღეჭის ზედაპირიდან სად 1 სანტიმეტრით, აი ზევით. ყელიდან არ გადაზომოთ. 1 სანტიმეტრი ზედაპირიდან. გასაგებია? ეხლა ამ ერთ მომენტიანს რო ვაკეთებ, რა შეიძლება მოხდეს ისი ტექნიკურად, როცა აკეთებ ამ ანესთეზიას. ესე იგი, პრემოლარებზე მაგ ამ ზედაპირიდან 1 სანტიმეტრით ზევით უჩხლით, ეს შევედი 0.5-ზე, დავღვარე 0.5 მილილიტრი და გაითიშა ენის ნერვი. შემდეგ ამ ძვალს ხო მივყვები, რომ ყელთან მივიდე, ხარში უფრო სწორედ. ზოგჯერ რა შვება იცი ნემსი, აი ამ ძვალს მიებჯინება და აღარ მიდის. თუ შეამჩნიე რომ ნემსი არ მიდის და არ დააწვეთ, ძალით არ წაიყვანოთ, მიბჯენილია აი ამ ძვალზე და რა უნდა ქნათ, იცით? კი არ გამოაძროთ, არა, ნემსი არ გამოწიოთ. პრემოლარებთან ხო გიდევთ ცილინდრი. აი ესევე გადმოწიეთ აი გუნდა მეთქვა ცენტრალურებზე. ფრონტალურ კბილებზე, ეშზე კი არა, საჭრელებზე და მაშინვე გაცურდება ეს ნემსი ძვალზე.
მიხვდით? დიახ. ანუ თუ მანამდე მიებჯინა ძვალს, არ გამოიყენოთ ძალა რა, რომ ჩატეხავთ ნემს, მაინც არ წავა. ესე იგი, აი ესე ოდნავ გადმოვანაცვლე აი ამ ცენტრალური ასე პრემოლარებთან ხომ აქ, აი გადმოვანაცვლე ფრონტალურებზე, ისე რომ ნემსი არ გამოაძრო. თავისუფლად გაყვება ძვალს. ეს იმ შემთხვევაში თუ მიებჯინა. ეხლა მოდი ეს კიდევ ერთხელ მოკლედ ყოველგვარი დამატებული სიტყვების გარეშე ავწეროთ ერთმომენტიანი მანდიბულური ანესთეზია. პირი არის ფართოდ ღია, მარცხენა ხელის ცერა, ანუ პირველი თიც ვათავსებ რეტრომოლარულ ფოსოში, მოვსინჯე. შემდეგ გადავანაცვლე შიგნით საფეთქლის ქედისკენ. შპრიცი მიჭირავს მოპირდაპირე მხარეს პრემოლარების საღეჭის ზედაპირის დონეზე. ჩხლეტას ვაკეთებ ბოლო მოლარის საღეჭის ზედაპირიდან 1 სანტიმეტრით ზევით საფეთქლის ქედის უკან. შევედი 0,5-ზე, შევეხე ძვალს, დავღვარე 0,5 მილილიტრი. გაითიშა ენის ნერვი. შემდეგ ძვალზე ცოცვით მივდივარ შევალ 1,5 სანტიმეტრზე, ქვედაყბის ყელის ღარში. დავღვრი 2 მილილიტრ ანესთეტიკს. გაითიშა ქვედა ალვეოლური ნერვი. იმ შემთხვევაში თუ ნემსი 0,5-ზე რო შევიყვანე, მიებჯინა და ძვალს, ანუ მიებჯინა ნახეთ რომ აღარ მიდის, გადმოწიეთ ცილინდრი, ანუ ფრონტალურ კბილებთან, ისე რომ ნემსი არ გამოიღოთ, არ გამოაძროთ და შემდეგ გააცურეთ ეს ნემსი ძვალზე ცოცვით. თანდათან რა ვშვებით? ხვրით. საბოლოოდ აქაც მივედი ქვედაყბის ყელის ღარში. აქაც იგივეა ბავშვებო, 15-20 წუთი უნდა დაელოდო. გაუტკივარების ზონაა ქვედაყბის ნახევარი, უფრო სუსტად ფრონტალურები. ანუ მარჯვნივ გააკეთე მარჯვენა მხარეს გულისხმობ, მარცხნივ გააკეთე მარცხენა მხარეს. გათიშულია მოლარები, პრემოლარები, ფრონტალური კბილები, ოღონდ ეს ფრონტალურები უფრო სუსტად. გაითიშა ალვეოლური მორჩი, ენის მხარეს გრძილიც, ლურწოვანიც, ლოყის მხარეს რა გითხარით, მეორე მოლარიდან, აი ესე შვიდან მეორე პრემოლარის შვამდე, აი აქ გრძილი ლურწოვანი არ არის გათიშული და უნდა დაამატო, რომელ კბილზეც გინდა გინცალცალკე, თუ ყველა გინდა ინფილტრაციული გაუტკივარება. დაბუჟებულია ქვედა ტუჩის ნახევარი, ენის წვერი და იმ მხარეს კიდე. ენას ხო იცით კიდე აქვს, წვერი, ძირი, ზურგი, მითხარი. ანუ ინფილტრაციის დამატება მარტოვაში ბოლოური მხრიდან გვიწევს. იმიტომ რომ ლოყის ნერვი, თუ ენის ნერვი ხო გათიშულია. ინფილტრაციული ენის მხრიდან არ დაამატოთ, რა თქმა უნდა, ისედაც გათიშულია, იქ ენის ნერვი ხო გათიშე და იქ ენის ნერვი აინერვირებს. შენ მარტო დამატება გინდა ლოყის მხარეს ინფილტრაციulis, რადგან ლოყის ნერვი ამ ანესთეზიის დროს ხო, წესით რო იცოდე, მაგრამ პირველ მოლარზეც თუ მუშაობ, მაინც უნდა გააკეთო, მეორეზეც თუ მუშაობ. ანუ ინფილტრაციული ემატება ყოველთვის მანდიბულურ ანესთეზიას. ლოყის, ანუ იგივე ვესტიბულურ მხარეს. რატო? იმიტომ რომ არ გაითიშეს ნერვი, არ გადის. ამიტომ ჩვენ ამ მანდიბულურის დროს ამას ვევთიშავთ და ცალკე ინფილტრაციულით გავთიშავთ. ენის კიდეს რო ვამბობ, ენის კიდე ხო იცით? მეორე მხარეს კი არ გაითიშა, ბავშვებო, მარჯვნივ. ხო, წვერი კი, მაგრამ არის აქეთა კიდევ ვთქვათ, ან აქეთა წინა 2/3 თიშავს. უკან ენის ნერვი, ენის ძირს გათიშავს. მას ენახახის ნერვი აინერვირებს. ენის ნერვი მარტო ენის წინა 2/3 აინერვირებს. გასაგებია? ანუ მე ენის უკანა მესამედში რო რამეს კვეთავდე, ენის ნერვი რო გავთიშო, წვერია გათიშული. წინა 2/3-ია გათიშული, უკან კი არ არის გათიშული. გასაგებია, იმას სხვა ნერვი აინერვირებს, ენახახის ნერვი, ენის ქვეშნები და ასე შემდეგ. ეხლა აი ამ სამ მომენტიან და ერთ მომენტიან ანესთეზიაზე, მანდიბულურზე. აბა თქვენ თავში გადახარშეთ, რაიმე კითხვა თუ გაქვთ. აი აგერა აქ ქვედაყბის კუთხე. მე ნახეთ რას ვაკეთებ. კუთხიდან დაახლოებით და ესე 1 სანტიმეტრამდე უკან კი არა, საით? წინ. და კიდეს აი ესე კუთხე მოვსინჯე, კუთხიდან დაახლოებით ესე იგი ნახევარი და 1 სანტიმეტრამდე წინ, კი აი ესე ვაკეთებ ჩხლეტას. ნახეთ ბავშვებო გარედან. აი ეს ნემსი მიჭირავს როგორ ქვევიდან, მოეკინე ეს ხო? ვერტიკალურად ხო?
ხო, ქვევიდან ზევით. ეხლა იმაზე ვნახოთ ქალაზე. აი ესეთი პოზიციით ვიწყებ. კუთხიდან 9 სანტიმეტრით, მაინც ესე იგი წინ. აი ეს. ეხლა ნახეთ, თქვენი აზრით, ტოტის გარეთ ზედაპირზე უნდა შევიდე, ესე თუ შიგნითაზე? შიგნით. ხო, გარეთ რა გინდათ, რა ჯერდა ბაგრამი ხვრელი არის? ყელი, არაფერი არ არის, არაფერიც არ არის აქ. ანუ სად შევდივარ ტოტის შიგნითა ზედაპირზე. ოღონდ. ნახეთ ეხლა როგორ შევდივარ ტოტის შიგნითა ზედაპირზე, აი. აქ რო გავაკეთე ჩხლეტა, ნახე, ესე შევდივარ და რას უნდა გავყვე, იცი? უკანა კიდე როგორც მიდის, ეს უკანა კიდე სწორად მიდის, მაგით. დაადე ტელეფონი. მერე ვიცი რომ აგებულყება ენა. დაიწყებ რაღაცებს. ესე იგი, უკანა, ბავშვებო, ესე რომ შევდივარ, ნახეთ ეხლა ერთ რამეს გეტყვი, პირდაპირ სწორად თუ შევალ, ნახე, საერთოდ დავწდები იმ ღარს. მოვაგვიწყოთ ამას, ეს ჯერ მინდა რომ მოისმინოთ. ნახეთ, ანუ ესე ვუჩხვლიდე და პირდაპირ ესე რომ წავიდე, ნახე სად მივდივარ სწორად. ანუ რის პარალელურად უნდა წავიყვანო ნემსი, იცი? როგორც უკანა კიდე მიდის. ყველა ადამიანს ეს ცოტა ინდივიდუალურად აქვს დახრილი. თქვენ რო ააყოლოთ, ეს სწორად ასე გაქვთ, ართი კუთხით გაქვთ? არა. აყევით ამ კიდეს ყველას ეს დახრილობა ცოტა განსხვავებული აქვს, ხო, კონფიგურაცია სახისწლების, ხო, სწორი ვარ? ანუ ადამიანს ესე იგი უკანა კიდე როგორც მისდის, აი რა ფორმითაც. აი ამას ეხა ესე ნახეთ, აი ნახე როგორ გავაყოლებ, აი ამ კიდეს პარალელურად რას ვიძახი, მოდი. რატო არ მოგდება ეს ხონემსის? მოუსინჯე ეს კიდე მე ამას, როგორ მიდის, გასწორე თავი. ესე ხო უჩხვლიდე ბავშვებო. ანუ ესე კი არ შევდივარ. რას ვაბობ, უკანა კიდის პარალელურად, ანუ ეს კიდე ესე მისდის ახლა ამას. გასაგებია? შევალ 3-3.5 სანტიმეტრზე, დავღვრი დაახლოებით 2-3 მილilitrამდე ანესთეტიკს, გაითიშება ქვედაალვეოლური ნერვი. 1 სანტიმეტრზე შევალ, დავღვრი 1 მილilitrს ლოყის გაითიშა, კიდე 1 სანტიმეტრზე შევალ, დავღვრი 1 მილilitrს და ენის გაითიშა. ეს ტექნიკურად უფრო ცოტა რთულია. პაციენტისთვისაც უსიამოვნოა გარედან როცა უნდა უჩხვლიტო, ამიტომ ნაკლებად შეიძლება გამოიყენო, მაგრამ თუ შენ მოგინდება, თუ გინდა სულ გარედან მიდგომი დაკეთე, არავინ არ დაგიშლის. ესე იგი, ჩხვლეტა კეთდება კუთხიდან დაახლოებით 9 სანტიმეტრით წინ, კანს გავჩხვლიტავ და ყველა ქსოვილს. შევდივარ რომელზე ტოტის რომელ ზედაპირზე, შიგნითა ზედაპირზე, რის პარალელურად მიმყავს ნემსი. უკანა კიდის პარალელურად. აი ეს, ნახეთ, აქ რო შევედი, აი ესე მივდივარ. ნახეთ ბავშვებო, აი, ეს როგორც მიდის. თორე ასე რო წახვიდე, ნახე სად მიდიხარ, ვერტიკალურად კი არ უნდა წახვიდე. იმიტომ რომ ეს უკანა კიდე, ესე არ არის ვერტიკალური. შევდივარ აი აქ 3-3.5 სანტიმეტრზე დაახლოებით. დავღვარე 2 მილილიტრი ანესთეტიკი, ძვალს მიყვები, თანდათანღული რა გაითიშა ქვედაალვეოლური. 1 სანტიმეტრზე შევალ უკვე კიდე ენის ლოყის უკაცრავად, კიდე 1 სანტიმეტრზე შევალ და დიახ. გასაგებია? ამას ეხლა ესე დამატება არ უნდა, მაგრამ ტექნიკურად თუ მოგწონს გააკეთებ ეს ანესთეზია, თუ არ მოგწონს არ გააკეთებ ამ ანესთეზიას. გავიგეთ. როცა